ხელს რომ გაიჭრი და მოგირჩება ეს ანთება, ან გრიპი და გაცება რომ დაგემართება და გაგივლის რაღაც დროის მერე ესეც ანთება, ან ფეხს რომ მიარტყავ მაგიდას, ისიც ანთება, ანთება გადის როგორც წესი მალე, ანთება როგორც წესი ჩვენ გვიცავს, მაგალითად ხელის გაჭრის შემთხვევაში ბაქტერიები შედის ჩვენს ორგანიზმში, ამ ბაქტერიებს კლავს ანთებითი რეაქცია იწვევს რომ იმუნური სისტემის უჯრედები მოვიდნენ, გააქტიურდნენ, გაწმინდონ იქაურობა და აღდგეს შემდეგ ქსოვილები. ანთება მთავრდება, ყველაფერი კარგად არის, ეს ანთება კარგი. არის სხვა ტიპის ანთებაც, მაგალითად სეფსისი, როცა ადამიანს ინფექცია შეეჭრება ორგანიზმში, ორგანიზმი გადამეტებულად პასუხობს ანთებით, სისხლძარღვები ფართოვდება, სისხლძარღვები მერე გამავალი ხდება, წნევა ვარდება და ადამიანს კოლაფსი ემართება და ბევრი ამით კვდება. ეს ანთება და ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ანთება ამ შემთხვევაში, რომელსაც ეძახიან ქრონიკულ დაბალი დონის ანთებას. ჩვენთვის საინტერესო იმიტოა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს მთელს მსოფლიოში კლავს ქრონიკული დაბალი დოზის ანთება. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ეს, რადგან ადამიანებში იწვევს ქრონიკულ დაავადებებს. დაბალი დონის ქრონიკული ანთება შეიძლება წარმოიდგინოს როგორც ხანძრები მთელს ქალაქში. ეს ხანძრები იმდენად ძლიერი არ არის, რომ ადამიანები მნიშვნელოვნად შეაწუხოს, მაგრამ საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დააზიანოს ქალაქში და ბოლოს რამდენიმე თვის, რამდენიმე წლის მერე ამას ადამიანი გრძნობს. ეს არის ქრონიკული დაბალი დონის ანთება, რაც რეალურად ძირს უთხრის ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ არის, რომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ ვამბობ ზუსტად ასე ხშირად, ამიტომა მნიშვნელოვანი. ეს დაბალი დონის ანთება არის ჩუმი, არ აქვს სიმპტომები, მაგალითად ხელს უმიარტყავ, ხო გაქვს სიწითლე, გიფეთქავს თითქოს, მერე გტკივა, შესებული გაქვს, სიმპტომები გაქვს და დაბალი დონის ანთებას არ ახასიათებს სიმპტომები. ნელა მიმდინარეობს წლების განმავლობაში და ეგ არის ზუსტად პრობლემა. სიჩუმე და ხანგრძლივობა დიდი ხნის განმავლობაში. ათასობით და 10,000-ობით მიკროსიგნალი ყოველ დღე, რომელიც აზიანებს მთელს ჩვენს ორგანიზმს. ეს განმეორებითი მუდმივი სიგნალი. ყველაზე მთავარი, რაც ამ ანთებას იწვევს ჩვენს ორგანიზმში, არის ცხიმი, მუცლის ცხიმი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მუცლის ცხიმი არის ის, რაც ანთებას იწვევს ორგანიზმში. მუცლის ცხიმი თავისთვის არ არის ჩვენ ორგანიზმში. შეიძლება იფიქროთ, რომ ცხიმი თავისთვის არის პასიურად. არა, ესე არ არის. მუცლის ცხიმი მუდმივად გამოყოფს ანთებით მედიატორებს ჩვენს ორგანიზმში, ინტერლეიკინ 6, ტუმორ-ნეკროზ ფაქტორს, რომელიც აქტიურებს ჩვენს იმუნურ სისტემას მუდმივად და აზიანებს ჩვენს ქსოვილებს. ამიტომ პირდაპირ დაკავშირებულია მუცლის ცხიმი ინსულინ რეზისტენტობასთან, მერე ინსულინიც ვეღარ მუშაობს ნორმალურად და ბოლოს ადამიანს ემართება დიაბეტი. ამიტომ ყველაზე მთავარი არის მუცლის ცხიმი. თუ კი რამე იწვევს ანთებას, ამიტომ მუცლის ცხიმი უნდა გქონდეს ნაკლები. ეგა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ყველაზე მთავარი მოთამაშე, რაც იწვევს ანთებას, არის ულტრაპროცესირებული საკვები და შაქრები და ტრანსცხიმები, რომლებიც რატო ახლა როცა ჭამ ასეთ საკვებს, ულტრაპროცესირებულ საკვებს და ესებს ძირითადად აზიანებენ ჩვენი ნაწლავის ფლორას. ჩვენი ნაწლავის ფლორა როცა იცვლება ცუდისკენ, ნაწლავის კედელი ხდება უფრო გამტარი და ბაქტერიები აღწევს და ბაქტერიები რო აღწევს სისხლში, ჩვენი იმუნური სისტემა აქტიურდება და ეს იწვევს ანთებას. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. და ოქსიდაციური სტრესი. არაჯანსაღი საკვები იწვევს ოქსიდაციურ სტრესს ჩვენს ორგანიზმში და ოქსიდაციური სტრესი აზიანებს და იწვევს ანთებას ორგანოებში. მესამე ყველაზე მთავარი მოთამაშე, რაც იწვევს ანთებას, ეს არის ფიზიკური ინაქტიურობა. თუ მუდმივად არ იკუმშება კუნთები, შენი ორგანიზმი კარგავს ანთების საწინააღმდეგო სიგნალებს. ანუ კუნთების მუშაობა ანთებას ამცირებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია რეალურად, ამიტომ რომ კუნთები უნდა შეინარჩუნო, ფიზიკურად აქტიური უნდა იყო იმისთვის, რომ ანთება იყოს ნაკლები შენს ორგანიზმში და მეოთხე ყველაზე მთავარი, რაც გვიშავებს რეალურად, ეს არის სტრესი. სტრესი ერთ-ერთი მთავარი ანთების მნიშვნელოვანი საწყისია, რადგან მუდმივად როცა კორტიზოლი არის მომატებული, იმუნურ სისტემას თრგუნავს და იმუნური სისტემის იმბალანსს იწვევს, მოკლედ ანთებით და ანთების საწინააღმდეგო ციტოკინებს შორის ბალანსი ირღვევა, ორგანიზმში ანთება ვითარდება და ამიტომ ქრონიკული სტრესი როცა გაქვს, სათვალო რომ ქრონიკული ანთებაც გაქვს ორგანიზმში. და მეხუთე მთავარი მოთამაშე არის ძილი. საკმარისია რომ ერთი ღამე არ გეძინოს ნორმალურად და მეორე დღეს შენს ორგანიზმში უკვე 20-40% შეიძლება ანთების მედიატორები იყოს მომატებული, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად ზრდის ანთებას ორგანიზმში. და რა თქმა უნდა, მთავარი მოთამაშეები არის კიდე მოწევა, გარემოს დაბინძურება, ქრონიკული ინფექციები, რომლებიც მონაწილეობენ და როლს თამაშობენ აი ამ ორგანიზმის ანთებაში. ქრონიკული
ანთება პრობლემა იმიტოა, რომ იწვევს გულის დაავადებებს, ინფარქტს, დიაბეტს, ტიპ 2 დიაბეტს, ღვიძლის გაცხიმოვნებას და სიმსივნეების განვითარების რისკსაც კი ზრდის. მათ შორის მაგალითად კოლორექტალური სიმსივნის შესაბამისად ანთების შემცირება ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანია, რით შეგვიძლია შევამციროთ თავიდან ვთქვათ 5 საკვები, რომელიც ყველაზე ეფექტურია ამ დროს. პირველი არის თევზი, რა თქმა უნდა, ეს თევზი უნივერსალურადაა, იმიტომ რომ ომეგა-3 შეიცავს და ომეგა-3 ამცირებს ანთების პროანთების ციტოკინებს და სიგნალის მოლეკულებს და რეალურად ჩაენაცვლება მათ და ამცირებს ანთებას პირდაპირ გაგებთ. ამიტომ არის რომ კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ თევზის მიღება მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო მოვლენად, რაც შეიძლება გააკეთოს შენი ორგანიზმისთვის. მეორე საკვები, რომელიც ანთებას ამცირებს, არის კენკროვანი. კენკროვანი თითქმის ყველაფერი, ძალიან მდიდარი არიან პოლიფენოლებით და ოქსიდაციურ სტრესს ამცირებენ მნიშვნელოვნად. ანუ კენკროვანი საკვები ზოგადად ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტებია. აი ამიტომ დღეში 1 თასი, ერთ თასში გულისხმობა 250 მილიგრამი რისი კენკროვნის საშუალებაც გააქვთ, საღიადრის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მიიღოს ადამიანმა. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ზეითუნის ზეთი, ოღონდ არ უნდა იყოს რაფინირებული, ექსტრა ვირჯინი უნდა იყოს. და ეს ზეითუნის ზეთი ამცირებს ანთებას, ძალიან მნიშვნელოვანია, იღებს ჯანსაღ ცხიმებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია კიდე თუ ჩვეულებრივ ცხიმებს ჩაანაცვლებ, აი ამ ჯანსაღი ცხიმებით, ზეითუნის ზეთი თუ ჩაანაცვლებ ჩვეულებრივ ცხიმებს, რასაც აქამდე იღებდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მეოთხე ყველაზე მთავარი საკვები არის მწვანე, რაც არის მოკლედ ყველაფერი, რადგან როგორც წესი შეიცავს მაგნიუმს, ფოლიუმს, ანტიოქსიდანტებს და ამცირებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს შესაბამისად. მწვანე ბოსტნეული რაც არის, თითქმის ყველაფერი კარგია. და მეხუთე ადგილზე არის თხილეული. თხილეული განსაკუთრებით ნიგოზი და ნუში, ეგ ორი არიან ერთ-ერთი საუკეთესოები. დღის განმავლობაში დაახლოებით 30 გრამი რომ მიიღოს ადამიანმა, ეგ არის საუკეთესო. და ყველაზე მთავარი არის რომ აი ამ საკვებით შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეამცირო ანთება შენს ორგანიზმში. და ეხლა ვთქვათ, მოდი საკვების დანამატებზე, საკვების დანამატები ეს უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ვიდრე ჩვეულებრივ საკვებს. ამიტომ მან ლიდერი არის თევზის კონი, ან ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. 1-2 გრამი დღეში უნდა მიიღო EPA plus DHA, ანუ ორივეს უნდა შეიცავდეს, მნიშვნელოვანია ეგ და საკვებთან ერთად დღეში 1-დან 2 გრამამდე მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებას. არ მარტო მნიშვნელოვნად ამცირებს ანთებას, არამედ ეხმარება ათეროსკლეროზს, ეხმარება ტვინსაც, რო არ განვითარდეს ნეიროდეგენერაციული დაავადებები. ამიტომ ომეგა-3 ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და ერთ-ერთი საუკეთესო საკვების დანამატია ნამდვილად. მეორე, რასაც ვიტყოდი, არის ვიტამინი D. ვიტამინი D, იმიტომ რომ ადამიანის უმეტესობას ვიტამინ D-ს დეფიციტი აქვს, განსაკუთრებით ჩვენ ეპოქაში, როცა ადამიანები უფრო მეტად შიგნით ვართ ვიდრე მზეზე. შესაბამისად, ხშირია ძალიან D ვიტამინის დეფიციტი და D ვიტამინი კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში. D ვიტამინი ძალიან ბევრ პროცესში მონაწილეობს, მოკლედ, რამდენიმე ასეულ პროცესში. შესაბამისად, ძალიან დიდი როლი აქვს იმუნური სისტემისთვისაც და დღის განმავლობაში 1000-დან 4000 საერთაშორისო ერთეულამდე არის მიზანშეწონილი D ვიტამინის მიღებას. D3-ს რო ამბობენ, ეგ არის D ვიტამინის აქვს ფორმები და D3 არის საუკეთესო ფორმა, რაც ადვილად შეიწოვება და ადვილად გამოიყენება ჩვენი ორგანიზმის მიერ. და მესამე არის მაგნიუმი. მაგნიუმი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ასტაბილურებს ანთების საწინააღმდეგო სიგნალებს და ანთების სიგნალებსაც და ამცირებს სტრესის ფიზიოლოგიას. შესაბამისად, ერთ-ერთი საუკეთესო ანთების შესამცირებლად არის მაგნიუმი 200-დან 400 მილიგრამამდე დღეში. გლიცინატი ან ციტრატია სასურველი. და მეოთხე საკვების დანამატი არის კურკუმინი. კურკუმინი ცნობილია იმით, რომ თითქმის უტოლდება წამლის დონის სიძლიერეს, როგორც ანთების საწინააღმდეგო. თუმცა, კურკუმინი უნდა გავურიოთ პიპერინთან ან შავ წიწაკასთან, იმის რომ ეფექტური იყოს და ადვილად შეძლოს შეწოვა, რადგან ადვილად არ შეიწოვება კურკუმინი, შესაბამისად, აუცილებელია მისი
ისეთი ფორმით მიიღება, რომელიც შეწოვადი იქნება ჩვენი ორგანიზმისთვის. და მეხუთე არის პრობიოტიკები. პრობიოტიკებიდან შეიძლება პრობიოტიკი მიიღოს, შესაძლებელია ასევე მაწვანე იოგურტი და ესეთი საკვების მიღებაც. პრობიოტიკს აქვს ის, რომ ნაწლავის ფუნქციას აუმჯობესებს და თქვენს იმუნურ სისტემას ეხმარება რეალურად მნიშვნელოვნად და დღეში დაახლოებით 10-დან 20 მილიარდამდე კოლონიის მაფორმირებელი ერთეული უნდა მიიღოს ადამიანმა იმისთვის, რომ მისი ნაწლავური სისტემა იყოს დაცული და ანთება ორგანიზმში მაქსიმალურად იყოს შემცირებული. ასე თქვენ შეძლებს, რომ ორგანიზმში შეამციროთ ანთება და შემცირებული ანთება რეალურად უდრის ხანგრძლივ სიცოცხლეს. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.